გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. თამარ ჩერგოლეიშვილი, ჩემი მოგზაურებული აზრით, ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიული პერსონაჟია ჩვენს ყოფა ცხოვრებაში. მინდოდა მეთქვა ჩვენს პოლიტიკაში, მაგრამ მაბადია ჩერგოლეიშვილს სერიოზულ პოლიტიკოსთან ვერ გავაიგივებ. თუმცა ალბათ ეს ჩემი პრობლემაა. მოკლედ, ჩერგოლეიშვილი გამოგზავნდა და ამაყად გვაუწყა, რომ იგეგმება ამერიკაში ვიზიტი. ჩავდივართ ერთი მიზეზით, მივცეთ ჩვენი გეგმა, როგორ ცვლით ხელისუფლებას, როგორ ვამარცხებთ რუსეთის მოკავშირე რეჟიმს და როგორ იმარჯვებს თავისუფალი სამყარო მთელ სამხრეთ კავკასიაში. კეთილი და პატიოსანი, უბრალოდ კითხვა მებადება და რატომ ჩადიან ამერიკაში და ვისთან უნდა შეათანხმონ თავიანთი გეგმა ხელისუფლების შეცვლის თაობაზე და რუსეთის მოკავშირე რეჟიმის დამარცხებაზე და როდიდან ან რატომ ათანხმებენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ გეგმებს საზღვარგარეთ, ამ შემთხვევაში ამერიკაში. განა ჩვენს რომელიმე შიდა კანონში, ან და ქვეყნის მთავარ კანონში მის უდიდებულესობა კონსტიტუციაში წერია, რომ არც ერთი ნაბიჯი უფროსი ძმის გარეშე? მეგობრებო, ამ ნევროტული წყვილის ბოკერია ჩერგოლეიშვილის მიმართ არასდროს მქონია სიმპათია გასაგები მიზეზების გამო. მაგრამ არ დაიჯერებდა ეს რომ წავიკითხე მე ასე შორს მდგომი როგორც ბოკერიასგან ისე ჩერგოლეიშვილისგან ერთგვარი შეურაცხყოფის გრძნობა დამეუფლა. დიახ, შემცხვა. წარმოვიდგენია, ჩადის ეს უცნაური ამერიკაში, მიდის იქ ვიღაც ჭეკლასის ჩინოვნიკთან, არც ვიცი რომელი დარგის ჩინოვნიკთან მიდის. ალბათ არის საღდების რომელიმე სტრუქტურაში შორეულ ქვეყნებთან მუშაობის ქვეგანაყოფი. ხო და ჩერგოლეიშვილი მიდის იქ, დიდხანს ელოდება მოსაცდელ ოთახში, ცქმუტუნებს, იგრიხება, ცდილობს გაქვავებულ სახიან მდივანთან რაღაც ურთიერთობის დამყარებას, ხშირად დარბის კულერთან და ბევრ წყალს სვამს და ელოდება ის ჭეკლასის ჩინოვნიკი, როდის მიიღებს მას. მერე, როგორც იქნა მდივანი მას უშვებს კაბინეტში, ისიც დიდი რევერანსებით უახლოვდება მაგიდას, ჩინოვნიკს უდებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის გეგმას კომიქსის სახით და ის ჩინოვნიკი ალბათ ცივად ეტყვის. კარგი, ერთ კვირაში დაგირეკავთ, ტელეფონი მდივანს დაუტოვეთ. თამარი თავს ბევრჯერ უკრავს მას, უკან იხევს, კარს კუდუსუნით აღებს და გარეთ გადის. და მერე ერთი კვირა ზის სასტუმროში და ტელეფონის აპარატს ნერვიულად შესცქერის. აი ასე მაქვს წარმოდგენილი მისი იქ ვიზიტი. შეიძლება რაღაც დეტალებში ვცდებოდე. უნდა არ გეხამუშებათ ეს მეგობრებო, მე ძალიან მეხამუშება. ხომ წარმოგიდგენიათ, რას ფიქრობს ის ჩინოვნიკი, რომლის ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დიდი 300 წელს ითვლიდეს, როდესაც მის წინ დახტის ქალი, რომლის ქვეყანა რამდენიმე 1000 წელია უკვე არსებობს დედამიწაზე. ვიღაც მეტყვის, რომ რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ქვეყანა რამდენ საუკუნეს ითვლის და ალბათ დავეთანხმები. მართლაც რა მნიშვნელობა აქვს, რა იყო გუში, თავარი რა არის დღეს, მაგრამ მაინც არა ეს სასიამოვნა. კარგი, თქვათ და იმ ჩინოვნიკმა მოიწონა ჩერგოლეიშვილის გეგმა და მერე რა? მერე ჩერგოლეიშვილი ფრთებშესმული ბრუნდება საქართველოში და ჩვენ ყველამ ყურები უნდა ჩამოვყაროთ და გავუქმდეთ. და განა ასე უნდა ცხოვრობდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, უცხოეთის დაკრულზე უნდა დაიწყოს როკვა? ანუ ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ? იმიტომ დაიგრა საბჭოთა კავშირი, რომ კრემლის დიქტატის ნაცვლად ვაშინგტონის ბრძანებებით ვიცხოვროთ. ისე კი ვინმეს გაკერპება ეს ზოგიერთი ჩვენთაგანი სისხლშია. ეტყობა კრემლის დიქტატის ქვეშ 200 წლიან ცხოვრებას ჩვენ გენეტიკური კოდისთვის ტყუილად არ ჩაუვლია. გადაწყვეტილების მიღება აუცილებლად ვინმესთან უნდა იყოს შეთანხმებული და ადრე თუ ლენინთან, მერე სტალინთან, მერე ხრუშჩოვ ბრეჟნევთან თანხმდებოდა ყველაფერი, ახლა ვექტორი შეიცვალა და ბუშთან, ობამასთან, ბაიდენთან, ახლა კი ალბათ ტრამპთან უნდა იყოს შეთანხმებული. თუმცა არ მგონია ტრამპს ახლა ჩვენთვის სხელოდეს ან სციოდეს, მაგრამ მთავარი გაგებაა.
ანუ მთავარია ფეხი დაადგა ამერიკის მიწას, იქ ვინმე ჩინოსანი ნახო, სულ ერთია ვინ შეშივლო, გეგმა წაუკითხო, მისგან რჩევა დარიგება მიიღო და მერე უკან ჩამოხვიდა და გაბღენძილმა ლოყები დაბერო. იმის არ იყოს ნაცების ელიტა ჯო ვილსონთან რომ დარბოდა და გონი დღესაც დარბის და მერე არეული სახეებით მის გვერდით რომ დგებიან, ფოტოს იღებენ და მათზე ბედნიერი იმ წუთას არავინაა. ფოტოს კი ჰქვია ჯო ვილსონმა გვაღიარა. ფუ თქვენი 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების მერმე ლენინთან ხშირად დადიოდნენ ეგრეთ წოდებული ხადოკები, რუსეთის იმპერიის სხვადასხვა მიწის შვილები, რომლებიც ფეხით ჩადიოდნენ მოსკოვში, რასაც ზოგჯერ 2 და 3 თვეს ანდომებდნენ. ლენინი მათ იღებდა, ყურადღებით უსმენდა, რაღაცას ირდებოდა კიდეც და ისინი მერე ბედნიერნი ბრუნდებოდნენ. შინ და ეგონათ რომ ხვალიდან მათი ცხოვრება გაბწყინდებოდა. მაგრამ ცხოვრება არ ბწყინდებოდა. უნდა იგივე გამახსენდა ჩერგოლეიშვილზე. ხადოკივით მიდის ამერიკაში, იქ ვინმე ამერიკას გადაუშლის გულს, ის ამერიკელი ალბათ 2-3 გამომხნევებელ და წამქეზებელ სიტყვას ეტყვის და თამარი უკან დაბრუნდება იმ იმედით, რომ ხვალიდან ყველა მისი ოცნება ასრულდება. მაგრამ ოცნება არ აგისრულდება თამარ. ჩვენი რამით ის მეგობრო იაროთ სადაც უნდათ მათ საკუთარ ქვეყანასთან დიდი ხანია სულიერი კავშირი გაწყვეტილი აქვს და რატომღაც გონიათ რომ ვინმე უცხოელი დაეხმარება მათ დაკარგული 64-ის დაბრუნებაში. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.